ჩამოვედი, სალამი ყველას, დილამშვიდობის. ეხლა ვარ ბაზალეთზე, პირველად ვარ წელს აქ, ესეთი სიტუაცია. ხალხი არ არის ძალიან ბევრი სხვათა შორის. იმიტომ რომ გაზაფხული არანორმალურად ცივი იყო. ეხლა კი ნისლდევს ტბაზე. ვაპირებ დღეს ვითევზავ აქაურ მშვიდობიან თევზზე, კერძოდ კი კარჩხანაზე. ვნახოთ რა გამომივა. ფიდერის აღჭურვილობით ვარ, მექნება კლასიკური ფიდერი და ფლეტ ფიდერი. ორივეს სინჩავ. ესეთი სეტაპი მაქვს უკვე. გავშალეთ ჩემი ფლაგმანის პლატფორმა სკამი, არმადეილი ესე გამოიყურება. ყავში შემოვედი. ჩემი ხელნაკეთი პედანა, ამ პედანას შევუცვალე სტილი. უფრო გავამჯობესე და დაუყენე 36-მეტიანი ფეხები, რომელიც ადის ჩადის თავისი სამაგრებით, დანარჩენი ყველაფერი ხელით გაკეთებულია. რო არ დავკარგოთ, ალბათ დავიწყებ უკვე დასაკვების მოზილვას. რავი, დიდი ხანია ვფიქრობდი რა უნდა წამომეღო დასაკვებად რა, 4 ვარიაცია წამოვიღე და 4-ვეს გავსინჯავ. ბაზა მექნება, ალბათ ვინც მიყურებს, იცის რომ ძალიან მიყვარს ფიშკას არომატები. ეს მექნება ნუში. ბაზა მექნება ეს, აი ნახევარი პაჭკა მაქვს დარჩენილი და ამას დავუმატებ, რადგან ჯერ გრილა და ცივი არომატები უფრო მუშაობს. ბისტრიმის ნიორი წამოვიღე, გამოიყურება. ცოტა დავუმატებ რა არომატისთვის. ეგ მექნება კლასიკურ ფიდერზე. და ფლეტ ფიდერისთვის წამოვიღე ბელგიურის მარწყვი და ამ მარწვს ოდნავ დავუმატებ იგივე ბელგიურს კოკოს. და ცოტა მანის დავუმატებ, რომ კარგად შეიკრას, კონსტერცია გახდეს. აი, აღარ გაჩვენებ როგორ ვზილავ და რანაირად ყველაფერი იცის. მოვამზადებ დასაკვებს, გავშლი ჯოხებს და დავიწყებ თევზაობას. მოკლედ მზად ვარ დავიწყო. კამერა გავასწოროთ. დავიწყებ ახლა დაკვებას. დასაკვები ნორმალურ კონსისტენციამდე მივიყვანე. აი ესეთი საკვებურები მაქვს წამოღებული და უნდა დავტესტო ფირმას პრო. დაკვებას დავიწყებ 30 გრამით, ესეთი. და თევზაობას გავაგრძელებ იგივე 30 გრამით, უღონდ მოკლე. ესეთი ორი ვარიანტი. ეს აქ დავდოთ. სუსხია. სინჯობია. ხალხი არ არის, ბევრი არ ჩანს ხალხი, იმედია ეს იმის ნიშანი არ არის, რომ თევზი არ არის აქტიური. საერთოდ არ იჭირება თქო. ნახოთ. და ჩვენ წინ არის სასტუმრო რაღაც ახალი აშენებული და იქ იქნება ორიენტირი რა. მაგ სასტუმროსკენ გავუშვებ და დავკვირვებ.
10 გასროლა გავაკეთე. ავუკეთებ ახლა სადავეს და დავიწყებ თევზაობას. ნემსიკავი დღეს აჯიდუსკუ 8 ნომერი, ესეთი ფორმა. და სადავე მექნება 0.16 სადავე ვონ უნდა ვიყო. ინტეჩის 0.16 მმ. ავაწყოთ სადავე. სიბზე მექნება სადღაც 70 სანტიმეტრი რა, მეტი არ არის საჭირო. ხო, რატომ არის დამაინც ეს ნემსიკავი, იმიტომ რომ თან ეს ფორმა არის საკარჩხანე რა. კარჩხანაზე ვიყენებ ხოლმე. და თან თეთრი ჭიით უნდა ვითევზავო და ეს ამ ნემსიკავს თეთრი ჭიის აგება ძალიან მარტივია და კომფორტული. შესაბამისად ამას გამოვიყენებ. კი, წითელი ჭიაც მაქვს წამოღებული, ჩვეულებრივი ნაკელის. ნახოთ რა. მე აქ რამდენჯერაც ყოფილი ვარ თეთრ ჭიაზე, ანუ ბუზის თეთრმაცზე. დამიჭერია თევზი. მოდი სამცალს გავუკეთებ. მექნება ერთი თეთრი, ერთი წითელი და ისევ თეთრი. 3 ცალი მექნება რა. ზოგადად 3 ცალი თევზაობ ხოლმე. ესე გამოიყურება. ძალიან გემრიელ გამოიყურება რო იტყვიან. თევზისთვის. ხო, 2 წერტილი დავყვებე ახლოს და მაგ წერტილიდან შემდეგ წერტილამდე სადღაც 10 მეტრია რა სხვაობა და 2 წერტილს ვწდი. აბა დაიწყო თევზაობა. პირველ თევზზე ჩაგერთვებით როგორც ყოველთვის. ახლა ავაწყებ ფიდერის ჯოხი. გავშალე უფრო სწორად და მონტაჟს ავაწყობ. ფედზე გამოვიყენებ 30 გრამიან საკვებურებს. ახალი საკვებურები მაგრამ დავტესტავ როგორ გარბის. როგორ მიფრინავს. 30-იანებს. რა ყველა 20-იანი წამოვიდა. 30-იანი დამჭა. და ანუ ახალ საკვებურებში დამჭა. მაშინ ძველ საკვებურებს გამოვიყენებ. ძველ მოდელებს. რატო ვიცოდი რომ 30 გრამიანები მქონდა. კაი, რაუშოს. მოგეთ ესეთი საკვებურა მექნება, ბანჯოს ტიპის. ყოველთვის მაგას ვიყენებ, ძალიან კომფორტულია. და სატყუარად მექნება ბაუნტის ტიკტაკი. მარწყვის არომატით, ხო, წელა რო თქვი, უკვე მოვზილე ჩემი დასაკვები, საფიდერეთ. ეს არის მარწყვი და კოკო, ბელგიური ორივე და ცოტა მანი დავუმატე, რომ შენკრული იყოს. ხო, ბარემ ვიტყვი, რომ მზა მონტაჟებს გამოვიყენებ, აი ესეთი გიურზა. უკვე მზა თმიანი მონტაჟია რა, საპოპაპე. პოპაპი რო დავუყენოთ. ძალიან მომეწონა რა. რო შემხდა მაღაზიაში. ო, ეს ფლაგმან ჯორჯიაში შევიძინე თუ გაინტერესებთ.
ვისაც გაინტერესებს, მაგრამ შეიძლება სხვაგანაც იყოს. ესეთი პატარა სადავეა. სადაც 7 სანტიმეტრი სიგრძეში, მეტი არც არის საჭირო საფლეთ ფიდერით. 8 ნომერი ნემსიკავი. ნემსიკავს ვირჩევთ პოპ-აპის ზომიდან გამომდინარე. ძალიან დიდი არ უნდა იყოს. თუ პოპ-აპი, სადაც 6-7 მმ-ია, ეს 8 ნომერს გამოვიყენებ რა. და სტოპერი დამჭირდება. ჯერჯერობით სიჩუმეა, ვერავინ ვერაფერს იჭერს. იაიც. იმედია ტყუილად არ მასულობთ. ამას ვიზავთ. იმედია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ფიდერზე ვითევზაო დღეს სიამოვნებით. ესე გამოიყურებ ჩემი მონტაჟი ფლეთ ფიდერზე. ეს დადის მოძრავია. აქ მაქვს სტოპერი, სპეციალური მაქვს სტოპერზე შიგნით აქვს ხერძი, სადაც მაგდება ეგ სადავე. ეხლა დავტენი და გაჩვენებ როგორი რაღაცა გამოვა, სადაც ჩემი პოპ-აპი. და ეხლა როგორ დავტენოთ ჩვენი საკვებურა. ავიღოთ საკვებურის ბუდე. ამ პოპ-აპს ჩავდებ აი ესე, აი აქ სიღრმე აქვს წერტილში, ესე. აქ ეხლა დავუმატებ ჩვენ დასაკვებს. ესე, დავამატოთ კარგად. ესე. მივიყვანოთ ჩვენი საკვებურა, ფორმაში ჩავდოთ და კარგად დავპრესოთ. აი ესე. აი ესე. და მე აქეთ აი ესე მივაწვევით და გამოდის. აი, მზა მონტაჟი ფლეთ ფიდერის. აქ არის დამალული ჩვენი პოპ-აპი, ეს რო ჩავა წყალში, საკვები დაიშლება, პოპ-აპი ამოვა, ანუ ტივტივებს რა და ნემსიკავს ზემოდან ტოვებს. და მაგაზე მოდის უკეთესი. არ გავისროლოთ. ზუსტად იმ წერტილში ჩავარდა, სადაც დავკვები. ხო ნახეთ, კლიპსალმაც იმუშავა. ჩავაბ სკერამდე. ჩავიდა. პატარაზე ამოხვევა და დავტოვე. ეგ არის, ორი ჯოხი ჩაგდებულია ველოდებით ჩარწყმებს. აბარა. ფლეთმა იმუშავა, დავსვით. არ არის ცუდი ზომა. არ არის ცუდი ზომა. არის. არის მეგობრებო, დავიჭირეთ. ფლეთზე დავიჭირეთ. შევხედოთ უკაი ზომა. აი. ფლეთზე დავსვი. ტიკ-ტაკზე ვიტყვიათ. აი მონტაჟი, იმუშავა. როგორ სატყობთ? შვენიერი ზომის არჩხანა. გავშალოთ ჩვენი ბადეჩო. შესანახი. არჩხანა კომფორტულად ეგზნოს. ესე. პედალაზე ეს დავამაგრებ. ოკეი. და ჩვენი საკმაოდ კარგი ზომის კარჩხანა. აი. გავა დასასვენებლად.
მოვიდა დადის რა, აქით-იქით, რა უცებ წავიდა ბოლოში. აი, ვაგრძელე. ესე მაქვს ორი ჯოხი, ჩემ ფლეტ ფიდერი და კლასიკური ფიდერი. ჯერჯერობით ფლეტ ფიდერმა პირველმა მოიყვანა თევზი. იყო ფლეტზე ჩარტყმა, მიდი. ნუ რა კაი ჩარტყმა იყო, რატო გაჩერდა. თქვენ შეხედეთ რა ვიცი, თუ გამოჩნდება. ჯურააცა ძალიან მაგრად დამერტყა. არ გაიჭდა. ესა ფლეტ ფიდერმა ივაშკაცა. რა კაი ზომა ესეც. ნახოთ. შვენიერი ზომა. პოპ-აპზე. ახლა რა კაი ზომა, რა კარგად აღაღებული. ესადა აქ. ეს გაქცევის შანსი არ ქონდა. მუშაობს ფლეტი. თევზით საკაიფოა. ერთი სურათი გადაუღო რა. კლასიკურმაც რაღაცა ხო არ გამექცა. უტყავს ზედ არის. გამექცა, გზაში გამექცა შენი. ეს ისა ფლეტი. აი ზომა და ესეც. არაშ. სად გამექცა. და მეორე გაქცევა.
კარგისა, წავიდა. თხილაზე დამიწყდა. Sandidi siçume da ეხლა დაგვიჭდა. კაი ზომა. შვენიერია. ისე პოპაპზე და ნახე რა კარგად აქ აღებული. პოპაპი დაკარგა. პოპაპი არ არის. შვენიერი ზომის გარჩხანელა. წადი შენ ძლებთან დადებთან. Зараз цуди кенькоა და კიდე ეს ხარი. ესეც ასე ჩემო კარგებო მეგობრებო, მორჩი დღევანდელი თევზაობა. მოკლედ თევზაობა გამომივიდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ რეალურად ვითევზავე სადღაც 11 საათამდე იყო ჭერა. რაც დავიჭირე, რაც გამექცა, მე ამოვარდა ძლიერი ქარი. საერთოდ კენკვა შეწყდა, საერთოდ ვერაფერს იჭერდა. და ცოტა ხანი გავჩერდე და გადავწყვიტე წასულიყავ, იმიტომ რომ საქმეები მაქვს. ვიტყოდი, პატარა რეზიუმე რა. თევზი იყო ძალიან პასიური, თევზი აღარ არის იმ რაოდენობით, რაც ადრე იყო. ორი ანკესი დავიწყე კლასიკური და ფლეთ ფიდერით, მაგრამ ყველა თევზი დავიჭირე ფლეთ ფიდერით. ნახეთ მონტაჟები, ნახეთ რაზეც ვიჭირე, ერთი ნემსიკავი. ცოცხალ სატყვარას არ იღებდა არც ერთ, ანუ ვინც თევზაობდა ჭიაზე რავე არ დამინახე ვინც დაიჭიროს რა, პურზე დაიჭირა რამოდენიმე. და ეგეთი თევზაობა გამოვიდა დღეს. რავი, თუ მოგეწონათ, დარჩი ჩემ არხზე, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვინც მიყურებს და არ აქვს გამოწერილი. მადლობელი ვიქნები. მოკლედ ესეთი თევზაობა გამოვიდა, თუ მოგეწონათ,
მე თან გამიხარდება. აბა, შევხვდებით მომდევნო თოზაობაზე. დროებით.